ელენე ახვლედიანის სახლ-მუზეუმში საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გამოცემული წიგნ ალბომის ელენე ახვლედიანი პარიზული პერიოდის პრეზენტაცია და მხატვრის მიერ პარიზში შექმნილი ფერწერული ნამუშევრების გამოფენა გაიმართა. პრეზენტაციას საქართველოს კულტურის მინისტრი დაესწრო. წიგნ ალბომი ელენე ახვლედიანის პარიზული პერიოდის 1924-27 წლების შემოქმედებას და კოლაროსის თავისუფალ აკადემიაში სწავლის პერიოდში შექმნილ ჩანახატებს ეძღვნება. წიგნი იმითაა მნიშვნელოვანი, რომ აქამდე მხოლოდ ფრაგმენტალურად იყო ეს ნამუშევრები გამოქვეყნებული, ისიც ჩემს პირველ გამოცემაში ელენე ახვლედიანის შესახებ ალბომში, მაგრამ იქ შევიდა 53 ნამუშევარი, ხოლო მთლიანად საცავში დაცულია 103. ეს არის სრულიად ახალი ტიპის წიგნი. მე ვიტყოდი მოულოდნელობით ახსავს ეს წიგნი ბევრისთვის. აღარ გავშიფრავ ეხლა რას გულისხმობ ამაში, დიზაინის თვალსაზრისით, შედგენის თვალსაზრისით, თვითონ კონცეპტუალურად სხვაგვარად არის მოწოდებული ის მხარეები ელენე ახვლედიანის შემოქმედების, რომელიც ასე თუ ისე აქცენტირებული არ იყო და აქცენტი გადატანილი იყო უფრო სხვა სფეროებზე და სხვა ნაკადზე, თქვათ მის შემოქმედებაში. ამიტომ მე მინდა ბატონ გიორგი ჯამბერიძეს მიულოცო ეს, მე ვიტყოდი, ნამდვილი გამარჯვება.